სულხანიშვილი ბავშვობიდან ჩვეული იყო ერთ-ერთი ფიზიკურ შრომას და როგორც მისი და იხსენებს ბარბარე სულხანიშვილი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები შემოგვინახა მისი ძმის შესახებ. ამბობს, რომ მათ მამამ შეუქმნა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შრომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი, რამ ყველაზე კარგია, რაც შეიძლება ადამიანს გააკეთებინა და შესაბამისად, როგორც კი წამოვიზარდეთო, ჩვენი მთავარი საქმე იყო ყანაში შრომა და მუშაობა. მთელი ბავშვობა ნიკო იყო მამამისთან მეხრე. ამდენად გუთნურის აი ასეთი ტიპის ნაწარმოების შექმნა, ესეთი მასშტაბების შექმნა, ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი პროცესი და გამოვლენა იმისა, რაზეც კომპოზიტორი გაიზარდა. ეს იყო ჩვეულებრივი ცხოვრების ყოფის განუყოფელი ნაწილი გუთანთან და ურემთან ერთად ყოფნა. ამდენად, როდესაც ის ქმნის უკვე გუთნის დედას ილიას მიხედვით, თუკი ილიას გუთნის დედა წუხარეა ხარებთან ერთად, ნიკო სულხანიშვილის გუთნის დედა არის შრომის იდილიას გადმოგცემს. ის არის ბედნიერი და მას უყვარს შრომა. მას უყვარს ის მიწა, რომელიც მას საზრდოს აძლევს. აი ეს კონცეპტუალური განსხვავება არის პოეტისა და კომპოზიტორის საბოლოო შედეგებში. ამდენად არის ეს შრომის სიმღერა ნამდვილი იდილიური სიმფონია. არ არის შემთხვევითი, რომ მეხრეები ყავს ალტი, ტენორი, ბარიტონი და გუნდის აკადემიური კლასიკური განლაგება სხვადასხვაგვარად არის. აი ეს საბოლოოდ ქმნის საოცარ მხატვრულ სივრცეს. აი რაზეც მე ვისაუბრე მულტიტოფონიკა და სტერეო ეფექტს და ეს წარმოგვიჩენს კომპოზიტორის, ესე ვთქვათ, ქვეცნობიერ კიდე ახალ მნიშვნელოვან წახნაგს, რაც გულისხმობს დროისა და სივრცის მხატვრული შეგრძნება და აღქმა საგუნდო მუსიკაში. აი ამის საფუძვლები ქართულ მუსიკაში ნიკო სულხანიშვილის შემოქმედებით იწყება და ამან შემდგომი თაობის კომპოზიტორებში ძალიან საინტერესო და ფილოსოფიური განვითარება ჰპოვა. მაგრამ საძირკველი ქართულ მუსიკაში სწორედ ნიკო სულხანიშვილმა დაუდო აი ამ ფილოსოფიურ გააზრებას არა მხოლოდ საგუნდო, ზოგადად მუსიკის ჟღერადობისა და ხმოვანებისა.
სულხანიშვილი აგროვებდა და სწავლობდა ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ფონოგრაფით ორჯერ შემოიარა კახეთი. სახალხო გაზეთის კორესპონდენტი დაწვრილებით აღწერდა ნიკოს საქმიანობას. მისი მხარდაჭერისადმი იყო ჩატარდა საღამო, დიდი საღამო. და აი ამის მერე მას მისცეს 400 მანეთი, რომ შეეძინა მონოგრაფი. წავიდა, მოიარა, კახეთი ჩაიწერა, მაგრამ ისევე როგორც მისი სანოტო მასალა დაიკარგა. ამბობენ, რომ იყო ეს, როდესაც ჩამოვიდა და ჩამოიტანა ეს ჩანაწერები, ქართული კლუბი იყო, ეს იყო მაშინ კულტურის ცენტრივით. აი იქ ჩააბარა. მაგრამ მერე ეს ფონოგრაფი დარჩა, რომელიც კონსერვატორიაში ინახება, მაგრამ დაწერილი მასალა არა. მეგობრობდა კომპოზიტორთან და დირიჟორთან მიხეილ იპოლიტოვ ივანოვთან. მას მოასმენინა პირველად გუთნორი. ნაწარმოებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კომპოზიტორი ნიკოს გადაეხვია და ვაგნერს შეადარა. თუმცა იქვე უთხრა: და როგორც ვაგნერს არაფასებდნენო, ისე შენ არ დაგაფასებენო და ნაოხდა ეს სიტყვები. გვიან დაგაფასებენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ არ არის ესე დაფასებული არც დღეს, რის ეკლესიაც არის ნიკო სულხანიშვილი. 1913 წელს ლადო მესხიშვილის საღამოზე მოხდენილი ტრიუმფის მიუხედავად, სულხანიშვილი ისევ თელავში ბრუნდება. დიმიტრი არაყიშვილი საზოგადოებას თხოვდა ყურადღება მიექციათ ნიკო სულხანიშვილისათვის და ჯეროვნად შეეფასებინათ მისი ნიჭი. მისი გუნდების შეფასებისას აღნიშნავდა: ნაწარმოებები დაწერილია ფრიად ნიჭიერად, რაც ყველაზე უფრო სასიამოვნოა ეს ორიგინალობა და ხალხური კილოების საუცხოოდ დაცვა. 1918 წელს ჟურნალ თეატრი და ცხოვრებაში ავტორის სიმონ წერეთელი ქართველ მომღერალ მუსიკოსთა კავშირს აყვედურობდა იმის გამო, რომ თბილისში ლოტბარობას უმეცრები იჩემებენ და ნამდვილი მცოდნენი ნიკო სულხანიშვილი და მელქისედეკ ნაკაშიძე არავის ახსოვსო. მოვლენა შეიძლება ითქვას, ნამდვილად მოვლენა ქართულ მუსიკაში სამწუხაროდ არასაკმარისად დაფასებული დღემდე. ეკოლევებიც რო ავიღოთ მუსიკის ცოდნეობაში ძალიან ცოტაა ნიკო სულხანიშვილის მის შემოქმედებაზე. ამ დროს აი თითქოს ვიცით რამდენიმე გუნდი, არა, სინამდვილეში მე პირადად როდესაც ვიკვლევდი, დაახლოებით 100-მდე ნაწარმოებით შევაგროვე. ეხლა ეს დავიყბენი რას, ის რაც ცენტრალურ არქივში იყო, ის რაც სხვა არქივებში იყო, მაგრამ ამავე დროს იმჟამინდელ პრესაში დასახელებული ნიკოს ნაწარმოებები. ეს მე თლიანად რაც შემხვდა პრესაში, ძალიან გულშემატკივრობდა თეატრი და ცხოვრების მთავარი რედაქტორი იოსებ იმედაშვილი. ძალიან გულშემატკივრობდა. ასევე გულშემატკივრობდა და გენიალური წერილი აქვს დაწერილი, როდესაც ნიკო გარდაიცვალა. ვახტანგ გუტეტიშვილს შესანიშნავი წერილი აქვს. და იცით მინდა ტიციან დავიდის სიტყვებით გავიხსენო, რომ ტიციანი ამბობს, რომ სად არის ნიკოს ნოტები 26 ნაწარმოები, რომელზეც სახელგამს ჩაბარდა. ნიკო სულხანიშვილი არის ოსტატი, ტოლი, ვაჟა-ფშაველასი, ტოლი ნიკო ფიროსმანაშვილისა და კოტე მარჯანიშვილისა. დააბრუნეთ ნიკოს ნოტები, რომელიც ოჯახმა ჩააბარა სახელგამს. ბევრი ვეძებე სახელგამის მასალებიც ვნახე არქივში, არსად არ არის. იცით, როდესაც ვიკვლევდი მის შემოქმედებას, სადაც მივდიოდი, გეგონება ფარული ხელი აქრომდა ამ ყველაფერს. მაგალითად, მე ხლა უკვე ხელოვნების სასახლე ქვია, მაშინ კინოს, თეატრის და მუსიკის მუზეუმი იყო, როდესაც მე იქ მუშაობდი. და უცებ წავაწყდი მასში კატალოგში, რომ ნიკოს კონცერტი პოლონეთში. და იმედი მომეცა, რომ ვიპოვე ახლა რაღაცა სანოტო მასალას
გამოვიწერე, დამხვდა ცარი. ნიკოს ქონდა თავისი გუნდით იყო წასული პოლონეთში და იქ მისცა კონცერტი 80-იან წლებში რადიომ გამოაცხადა, რომ რომელიღაცა სახელგამით იქნება დიდი ბაზრობა გაყიდვა, სადაც გაიყიდება ასევე ნიკოს ნოტები. და წასულა შესასყიდად 80-იან წლებზეა საუბარი. და რომ მივიდნენ ვიღაც ახალგაზრდა კაცი შეუსყიდია და გაქრა ის ნოტები. აი ეს თავშtildeება დაგჭა, რომ სადაც მივედი, ყველგან რაღაცა უხილავი ხელი აკრობდა ყველაფერს. მედის წერა არ მგონია რუსულად. ნიკოს სულხანიშვილის იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალს გაზეთს ვამზადებდი კომპოზიტორთა კავშირის მუსიკას. იქ ვიყავი რედაქციაში და წავედი რომ რაღაცა მასალები მომეწიებინა და რომ მივედი ცენტრალურ არქივში, აღმოჩნდა რომ იქ იყო შეტანილი 92 წელს ნიკოს ხელნაწერები. თავინტერესდი 92 წელს ეს ნიშნავს რომ 90-იანი წლებია, მაშინ არქივსაც უჭირდა, მაშინ აბა რა მოგახსენოთ ყველა თავის არსებობისთვის იბრძოდა და ვიღაცა მესნოტები ჩააბარა. ესე იგი ხელუხლებელია ეს საკუთო მასალა. იქ არის პატარა კახიდან ნაწყვეტი დაიქვიანეს აკაპელა, მას გუნდი არ ახლოს, მაგრამ შემდეგ გუნდის პარტიაც არის იქ. ნიკო სულხანიშვილის პირადი არქივი ძალიან მწირია. თბილისის ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა ფონდში ინახება მისი ავტოგრაფი. დაიგვიანეს სანოტო ჩანაწერი, წერილები და ღია ბარათები. ხო, ეს გახლავთ ნიკო სულხანიშვილის არქივი, მართალია მწირია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი მასალაა, რომ აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, რომ დიდარნი ვართ ხელოვნების სასახლე ამ მასალით. ეს გახლავთ სამშობლო ხევსურისა ნოტები. ხელნაწერია და ვარაუდობთ, რომ ეს არის მისი ავტოგრაფი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს პლუს კიდე ორი წერილი. ერთი არის ჩვეულებრივად დისადმი წერილი და მეორე არის ღია ბარათი, მოკითხვის ბარათი დავარქვით, ასე ვთქვათ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც აქ ის არის, რომ ინახება ოპერა პატარა კახიდან, ყველასთვის ცნობილი დაიგვიანეს, ასეთ ცნობილი სიმღერა, თუმცა მწუხრის არია, მისი ხელნაწერია, რა თქმა უნდა. სამუშაო ვარიანტია, შესრულებულია სრულიად აი ესე ფანქრით, მუშაობის პროცესია, აღბეჭდილი და აქვეა მიწერილი ოპერა პატარა კახიდან, მელოდია ნიკო სულხანიშვილის. და მისივე ლიბრეტოც, რა თქმა უნდა, მისივე გაკეთებულია. სამწუხაროდ სულ რაღაც 4 გვერდი გვაქვს შემორჩენილი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ძალიან მდიდარი ვარ. ვიღაცის მიერ არის შემოტანილი და ვიცით ალბათ ხო ყველამ რომ ნიკო სულხანიშვილმა რომელმაც ამდენი შედარებით ასაკიდან გამომდინარე ცოტა იღვაწა, უბრალოდ არ დასცალდა, თორე მნიშვნელოვანი ბევრი რამ შექმნა, მაგრამ როგორც ვიცით გარდაცვალების შემდეგ მისი ნოტები, ჩანაწერები მაშინვე გაქრა. ხოდა აი ალბათ სულ რაღაცა ისეთ რა მოლოდინი მაქვს იმის რომ შეიძლება რაღაცა დრო გავიდეს და ვიღაცამ ნიკო სულხანიშვილის რაღაც საიდანღაც შემოგვიტანოს. ნუ ამ შემთხვევაში თუნდაც მოვყიდოს, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მისი არქივისთვის ძალიან ძვირფასი იქნება თუ ესე ძარღვიანი მასალა გვექნება მიუხედავად იმისა, რომ კიდევ თვლით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მასალა გვაქვს. ნუ 48 წლის ასაკში გარდაიცვალა დუხჭირი ცხოვრების გამო, თუმცა ბევრი აქვს ნაკეთები, ფაქტი აღარა გვაქვს. ფაქტი აღარა გვაქვს მისი შემოქმედების. ვერდენდეს ვიცი აქ მისი წერილიც არის. დიახ, წერილია. ცოტა ხნის მანძილზე უწევდა ბაქოში წასულა, ასე წერს, ბაქოში წამოვედი იმისთვის, რომ რაღაც 2 კაპიკი მაინც ვიშოვო. წერა-კითხვის გავრცელებით საზოგადოებაშიო, სკოლაში ვასწავლიო, მუსიკასო, თუმცა ბავშვებიო კარგად ვერ მომყვებიანო, მაგრამ რა ვქნაო, შემოსავლის წყაროაო. თავის დას ბაბოს წერს ამას. თუმცა იქაც ძალიან ვერ გაძლო, როგორც აი მისი ბიოგრაფიაც ესეთია, იცით, თელავიდან ჩამოვიდა თბილისში, თბილისიდან ისევ თელავში დაბრუნდა. ხო, აი რაღაც სულ დინამიკაში იყო. აი ესე ვიცით თითქოს მისი შემოქმედებიდან, რომ როგორც კიო დაიწყო ოპერა პატარა კახზე მუშაობა, ძალიან ჩაებაო. ძალიან ეცადაო, რომ რაღაცა სასწაული გამოსვლოდა, აი თითქოს მართლა ბოლო იყო და მართლაც ბოლო აღმოჩნდა სამწუხაროდ სანამ ოპერას დაასრულებდა.
1919 წლის 3 დეკემბერს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში იგი გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კონცერტს ვიწყებ. აი ესეთი რაღაცა აღმოხდაო გარდაცვალების წინ. ხო აი არ დასწავდა. 1905-ში დაწერა რევოლუციის დროს. რაღაცას რევოლუციონერი ხო და აი მაგაზეც კი პრობლემა გაუჩნდა, სახში მიაკითხა პოლიციამ და უნდათ მოეძებნათ ის ნოტური რაც ქონდა დაწერილი, ვერ იპოვეს, უკვე ისიც ვეღარ იპოვეს. სამწუხაროდ არ ვიცი, ალბათ თავად იყო ესეთი, რომ არ აქცევდა ყურადღებას მის შემოქმედებას თუ როგორ იყო, ეხა ეს ზუსტად ვერავინ ვეღარ გვეტყვის, მაგრამ აღარა გვაქვს აღარაფერი გარდა აი ამ მნიშვნელოვანი მასალისა. მე უკვე რა თქმა უნდა რომ გარდაიცვალა აღიარეს, დიდუბის მოღვაწეთა პანთეონშიც დაასაფლავეს და თავარი მაინც ის არის რომ კონცერტებიც აღარ დააკლეს, მის საღამოებს მართავდნენ. ეს არის პროგრამები 1922 წელს გაუმართეს იუბილე და ნაწარმოები კი თავისთავად რა თქმა უნდა და ეს არის აი საღამო, გამართული საღამო კომპოზიტორის თვის გამართული საღამო, რომელიც მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანმა კომპოზიტორებმა. არაყიშვილი, ალიაშვილი, გალაქტიონ ტაბიძესაც კი 3 ლექსი წაუკითხავს. ივანე სარაჯიშვილი, ივანო, სანდრო რატილის გუნდსაც მეუღია მოღვაწე ისა მონაწილეობა. ესეთი ძალიან დატვირთული პროგრამაა. მისივე შესრულდა ძალიან ბევრი ნაწარმოები მისივე შესრულდა. და ფაქტიურად ალბათ ასეთი პატივისცემაც ასე გამოხატეს შეიძლება ითქვას მისადმი პატივისცემა. აი კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი, ბევრჯერაც გავიმეორებ, რომ არ დასცალდა და არ მიეცა საშუალება, როგორც ბევრ ქართველ მოღვაწეს იმ პერიოდში გაჭირვებიდან გამომდინარეც და შესაძლებლობა იმისა, რომ აი გასაქანი ქონოდა. 1919 წელს, როცა ქუხს თბილისში, საქართველოში მუსიკის ბუმია. მას მეტი საშუალება უნდა ქონოდა თავი გამოიმჟღავნებინა. ნუ სამწუხაროდ მაინც აი ესე წირია მასალა, მაგრამ ეხა პროგრამებს გაჩვენებთ რამდენად, ხო, ისეთი კაი პროგრამებია და ვინ გამოდის, ვინ იღებს მონაწილეობას მის საღამოში. ეს არის ძალიან ესეთი კარგი პროგრამები ქართველთა სამხედრო კავშირის ქალბაჟთა დიახ, აი ეს არის მომღერალთა გაძლიერებული გუნდის მიერ არის კონცერტი გამართული. სულხანიშვილის ლოტბარობით და არა, ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოები. ანუ მისი ლოტბარობით არის და ეს უკვე ჯერ ცოცხალი იყო 1918 წლის პროგრამაა. თავარი მაინც ის არის, რომ კოტე ფოცხვერაშვილიც არის, ფალიაშვილიც არის, არაყიშვილიც არის, მელიტონიც არის და ნიკო სულხანიშვილთან ერთად. დიახ, აი წერილზე წერან რადგან თქვი, მოდი მაგაზეც გავამახვილოთ ყურადღება. უბრალოდ მინდა რომ მისი ხელი გაჩვენოთ თუ როგორია. აი წერილი იწყება აქედან, ბაბო. მივიღე გუშინ თბილისიდან ბაქოში შენი წერილი. მე უკვე როგორც ჩანს ვეღარ დაატია ფურცელი, სადაც თავისუფალი ადგილი ნახა, იქაც შეავსო შეძლების და გვარად მთლიანად. ბაქოს წერა-კითხვის გამორჩელი CKGS წერა-კითხვის გამორჩელი საზოგადოების სკოლასთან მივიღე 65 მანეთიო და იქ ვასწავლიო ქართულ სიმღერას. ძირითადად აი ხარ რასაც თვალს გადავლებთ, ეხლა მე რა თქმა უნდა წაკითხული მაქვს და ანოტირების დროსაც რა თქმა უნდა უფრო კარგად გავეცანი, მაგრამ აბსოლუტურად სუფინანსებზე აქ საუბარი. ეს არის სამწუხარო ფაქტი იქიდან გამომდინარე, რომ კომპოზიტორს, რომელიც წარმატებული ქვია, ასეთი გაჭირვება აქვს, რომ ხან 150 მანეთი სჭირდება, 200 მანეთი მჭირდებაო, ბაბოს წერს ბაქოდან თბილისში, რომ იქნებო რამენაირათო, სადმე რამე მიშოვო. ანუ იქ უნდა რომ გაუგზავნოს თანხა. აბსოლუტურად იქ მისი მაქო ბაქოსშიო გადასახდელი ვალი მაქო ამდენიო 160 მანეთიო. იქო ბავშვებიც ხო უნდა დავაპურო. მერეო იქნება რაღაცა ფეხი მოვიკიდო აქო და ჩემ ცოლშვილსაც ხელს მოვკიდებ და წამოვიყვანო. გამიკვირდა. ცოლის წერილები გვაქვს რომ მიშველეთო სახელმწიფოს წერს რომ რაღაცნაირად დამეხმარეთ რომ თავი გავიტანო მეც სულ უჭირთ. აი ეს გახლავთ უცნობი პირის წერილი სახალხო განათლების მინისტრისადმი ნიკო სულხანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ საღამოს გამართვასთან დაკავშირებით. 1920 წელია სულ ახალი გარდაცვლილია ნიკო და რომ ოჯახს როგორ უჭირს, რომ რამენაირად დაეხმარონ, რომ კონცერტი გაიმართოს, შემოსავალი კი წავიდეს მის ოჯახში დასახმარებლად. იუბილე საერთოდ ადრე იმიტომ იმართებოდა,
რომ დახმარებოდნენ ამა თუ იმ მსახიობს, მომღერალს თუ ვინც იქნებოდა. ალექსი მესხიშვილის იუბილე მხოლოდ იმიტომ გაიმართა, თვითონ ასე წერს. ამიტომ მაინც გამიმართეთ, რომ ხელი გამიმართოთ. აი ესეთი რაღაც ამიტომ გამიმართეთ იუბილე, რომ ხელი გამიმართოთ. იგივე მდგომარეობა აქვს მასეც. აკაკი წერეთელი მუდმივად ითხოვდა ფულს. მე ჯიბეს გავწევ, თქვენაც გინდათ იმდენ ჩამიყართ. ასე რომ, აბა ისე რატო? აბა ისე როგორ მე შემაწუხოთ? ნუ აკაკი იყო ძალიან საყვარელი. ეხლა გაჩვენებთ კიდე უშუალოდ მისი მეუღლის წერილს გაჩვენებთ. ცოტა რაღაცა სხვა არის აბსოლუტურად თემა, მაგრამ ნიკო სულხანიშვილის მეუღლის ანას თხოვნა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელოვნების განყოფილებისათვის სულხანიშვილის მამულის შესაწამლად 3 ფუთი შაბიამნისა და 3 ფუთი გოგირდის მიწოდების შესახებ. ესეც 21 წელი. ეს უკვე განცხადება, ანას განცხადება, მეუღლის განცხადება საქართველოს რესპუბლიკის ხელოვნების განყოფილების მუსიკის სექციის თავმჯდომარისადმი. სულხანიშვილის ნაწარმოებთა გამოცემის შესახებ განაცხადი გააკეთა. ანუ და უგზავნის სიას. აი ეს ნაწარმოებები აქვს გაკეთებული. აი ჩამოთვლილია ჰიმნი, ღმერთო ღმერთო, სულთათანა, გუთნური, მაშ გამარჯვება, მესტვირული, სამშობლო ხევსურისა ხო ვიცით რა თქმა უნდა, ვანოს არაჯიშვილს. ხო აი ილია აბაშიძეს, აი ესეთ ყველაფერი არის ჩამოთვლილი. და ალბათ არსებობდა იმ პერიოდში, დღესდღეობით არსებობს თუ არა, ну სამწუხაროდ ჩვენ არა გვაქვს თორე შეიძლება სადმე არის. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს აქვს შემორჩენილი შესყიდვა იქნება ეს თუ შემოწირულობა იქნება, ყველაფერს მივესალმებით. ხო, აი ხა ეს წერილები მე არ ვიცი, ალბათ თვითონ ხა ბაბოს მიერ არის ჩვენამდე შემოსული, ან ვიღაცისთვის გადაცემული თუ როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ მე რო თქვენ გამოგიგზავნით, წერს თქვენთან იქნება ბუნებრივია, ხო? ხო, ადრესატთან რჩება და არა ვთქვათ ისევ ჩემთან ოდესმე მობრუნდეს. წინამძღვრიან კარში ესე იგი წერს რომ ნიკო სულხანიშვილის ღია ბარათი ბაბოსადმი და ნუ მიწერია რომ ბაბო სულხანიშვილისადმი წინამძღვრიან კარის სკოლის იუბილესთან დაკავშირებით წერს რომ გაიმართა. აქაც ფურცლის გამოყენება ნახეთ, ნუ ღია ბარათსაც ხო თავისი ზომა წონა და მთავრდება სულ ყველგან ვერ გადანთავსებ ხო რაღაც ნაწერს. ღია ბარათიც ისა ესეთი დატვირთვა აქვს საერთოდ რომ აი ამ ეპოქას ახასიათებს ღია ბარათების ძალიან დიდი რაოდენობა, იმიტომ რომ იაფი იყო გაგზავნა. მე აღარ მახსოვს ამ ბოლოს ნიკო სულხანიშვილზე ვინ შემაწუხა. შეგვაწუხა ცოტა ის. განა იმიტომ რომ არ ფიქრობენ რომ შეიძლება რაღაცა არ გააკეთეს ან რაღაც, მაგრამ იმდენად იციან რომ არცად არაფერი არ არსებობს. ფიქრობენ ალბათ რომ შეიძლება აქაც არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს. ხო მიზერია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ მარტო იმიტომ რომ ავტოგრაფი გვაქვს მისი და დაიგვიანეს მისივე ხელნაწერის სამუშაო ვარიანტი ანკარში შესრულებული. ნიკო სულხანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო დაუდევარი ხასიათი. გარდა იმისა, რომ მან საკმაოდ მძიმე და რთული ცხოვრებისეული გზა განვლო, მშობლიური აწყურიდან თელავამდე, თელავიდან თბილისამდე და ის კვლავ ბრუნდებოდა ხოლმე იგივე გზას უკან გადიოდა ხოლმე აწყურამდე, რამდენჯერმე მოუწია მას თბილისთან დამშვიდობებაც, ასევე თელავთან დამშვიდობებაც. აი ამ პერიოდში ყველაზე რთულ წლებში ის მიეძალა სასმელს. რაღაც რო ეწყინებოდა, ესე იგი ღვინოში ეძებდა, ესე იგი არ ვიცი, ეს ტრადიცია იყო, ოჯახური ტრადიცია იყო, ოჯახშიც ხო გამეფებული იყო. პაატა დიდი მოქეიფე კაცი იყო და ესე და ეთყობა ვეღარ აჩერებდნენ, არ ვიცი. აი, როდესაც ამობენ, რომ ყველა დიდი ხელოვანი ამლოთია, ანაკუმანია რაღაცა, ნუ რატო ხდება ეს? იმიტომ იმდენი რაღაცა ტრიალებს მის სულში, რომ ის ვერ ახერხებს ამის იმ წუთი რეალიზებას, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, ვთქვათ, მუსიკაში და გინდა ფერწერაში. და აი ეს ამდენი რომ გაწუხებს,
იმან უნდა რაღაცაში ამოხეთქოს და შენ გინდა რომ განთავისუფლდე, იმიტომ რომ გაწუხებს, ძართული პროცესები მიდის. ამიტომ როგორც წესი ცუდი ხასიათია მდგენიოსებს. და ცუდი ხასიათი კი არა, თუნდაც არა ამ დროში ხასიათ შეუწყონ თავის ხასიათი. ამის დრო არა. ამისი ძალიან ნათელი მაგალითია ნიკო სულხანიშვილი. კახეთი აღდგა სმის საშუალებას. მისთვის ეს სმის საშუალება იყო თავდაცვის საშუალება. აი ამისაგან, იმიტომ რომ არ იცოდა ამისთვის რა ექნება. მე როგორც კი მიხვდა რა უნდა ქნას. ეს უნდა გადაიტანოს ყველაფერი რაღაცა ეს. მე დაიწყო სერიოზულად ამ ეკლესიაში სიარული ისოვეს ნურთები რაღაცა და მეტნაკლებად დაიწყო ამას. დანარჩენი უფრო შიო მიცის ეს ჩემი ემოციური დამოკიდებულება. დანარჩენი როგორ მოხდა? ჩემთვის აკმარისია რომ მე თო არსებობს.